საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ნორმალურ ხალხს და ასევე მინდა განსაკუთრებულად მივესალმო მამლის ყივილამდე გაბოზებულ ადამიანებს. უფრო უმრავლესობას ქოცებს. ბოზებს სიცოცხლე. როგორ ახართ? როგორ ახართ ბოზებო, როგორ ცხოვრობთ? კანონის უზენაესობის სახელით, არა? ვინც ბიძინას უღალატ, არა, თქვენთვის მხოლოდ ბიძინა არის და წმინდა ბიძინას ვინც უღალატა, ყველა მოსაკლავ დასახურეთ. აი, გუშინ დავწერეთ ჩემ პირად Facebook გვერდზე და ვთქვი, ვინიშნავ დროს მამლის ყივილამდე რამდენი გაბოზდებით თქვა. და მე როგორც ველოდებოდი ამ ყველაფერს, ზუსტად ისე ახდა. მამლის ყივილამდე 99% ქოცი გაბოზდა. მაგრამ ახლა კი არ გაბოზდა, ბოზები იყვნენ მთელი ცხოვრება. 99% ყველა გამправებელი ბოზი გაბოზდა. და ყველამ დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ რა გული ეწვით, როგორ ცუდად არიან, მაგრამ კანონი ყველასთვის ერთია და ვინც ბიძინას უღალატა, ყველა დასასჯელია და ასე შემდეგ. აი, რა მინდა გითხრათ, იცით? აი ეს ნორმალური ცოტა დარჩა საქართველოში, აი ძალიან ცოტა დარჩა ნორმალური საქართველოში, მაგრამ აი ეს ეგრეთ წოდებული ქართული სოციუმი, რომელიც ქართველი ერის სახელით ლაპარაკობს და საქართველოს დღევანდელ ცხოვრების, საზოგადოებრივი ცხოვრების წესს ამკვიდრებს საქართველოში. თქვენ ხართ ყველა მოსაწყვეტი. აი თქვენ სისხლში უნდა ჩაიძიროს ეს ქვეყანა. დედა უნდა მოგეტყნათ სათითაულოდ. ნაციანად, ქოციანად, გამправებლიანად, იმიტომ რომ თქვენ ხართ ნაბოზუარი ხალხი. ბიჭო, მე არ გაუკეთებდი, მე ადამიანი, რომელიც ასე გამამწარა ქართულმა ოცნებამ. მე ადამიანი, რომლის ოჯახის ბედი არიეს დარიეს, ძმა იქეთ გადამიხვეწეს, მე აქეთ გადმომხვეწეს, 1000 უბედურება დამართ. მე არ ვიკადრებდი, ბიჭო, იმას. თქვენი დედას შევეცი, რასაც თქვენ კადრულობთ იმ ადამიანის მიმართ, რომელმა ადამიანმაც გასვათ, გაჭამათ, დაგიცვათ. თქვენი აი კალოშით მოთრეულებო, მართლა ქვეყანა ფული გაშოვიათ, გამოგიყვანათ და დღეს ოღონ შანსი მოგეცათ და დედას იტყნავთ. რო ჩაეწეროთ რამენაირ კაი ადამიანის სახელი, იმიტომ რომ ბიძინას, თურმე ბიძინას სიყვარულის გამო და ბიძინას ერთგულების გამო. ერთგულება თქვენ რა იცით? თქვენი დედას შევეცი მე. თქვენ ბიჭო რა იცით ერთგულება? რა იცით საერთოდ რა გაგაჩნიათ საერთოდ ცხოვრებაში ღირებული? არაფერი თქვენ არ გაგაჩნიათ ღირებული. ყველა ხართ პაგალოუნი ბოზები. YouTube-ზე ნახეთ ხალბატონო ჩანაწერებს YouTube-ზე. თქვენ ხართ ყველა პაგალოუნი ბოზები ერთი მეორის მიყოლებით. გადახედეთ ხალხო, აი გადახედეთ სოციალურ ქსელებს გადახედეთ რა. თავშეკავებას ვერ გაბედეს ამ ხალხმა. რომლებიც ღარიბა ჯიგარია, ვაიმე ღარიბას ვენაც ვინ ბიჭო? ვინ? აი ღარიბაშვილო, შესირო. ჩამოყალიბებულო პიტალო, არ გეგონოს რომ მეწოდებოდი რა. აი, არ გეგონოს რომ რატო არა ხარ საცოდავი, იცი? იმიტომ რომ სირი ხარ რა. პაჟიზნენი სირი ხარ, შენ არც კაცის ცნობა იცი, არც ცხოვრებაში გიცხოვრია, არც ერთგულების დაფასება იცი, როგორც შენმა ბატონმა არ იცის. იმიტომ რომ მონახარ, ცხოვრებისეული მონახარ და შენი ბატონის მიმართ მონური ერთგულება რო გქონდა, აი იმიტომ ამოგარტყა წვერპერში. იმიტომ რომ ძალიან კარგად ხედავდი, რომ შენი ბატონი როგორ ექცეოდა აი იმ პატიოსან ადამიანებს, რომლებიც 2012-დან მოყვებოდნენ და მოდიოდნენ და არც ნაცდებოდნენ, არც ქოცდებოდნენ და სიმართლეზე იდგნენ. ხმას არ იღებდი პირიქით. ბოზიშვილურად აგრძელებდი ცხოვრებას და გათრია ივანიშვილმა და ბოლოს დედა მოგიტყნა, ხო? ჯერ სადახარ, აწი უარეს გიზამს. და სად არიან ახლა ერთი შენი ძმაკაცები, შენი მეგობრები, შენთან მეგობრობით რომ რავი თავს იწონებდნენ. სადაა ეს ხალხი? გინდა პოლიტიკაში აიღე, გინდა პოლიტიკის გარეთ აიღე. ყველას კიდი ხარ.
ყველას კიდი ხარ, იმიტომ რომ თქვენ ბიჭო ღირებულება არ გაგაჩნიათ. თქვენ იდეოლოგია არაფერი არ გაგაჩნიათ. ელემენტარული კაცობა არ გაგაჩნიათ. რომ ადამიანს შეიძლება არ კონდეს ფული და ქონება, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ის იყოს ცუდი ადამიანი. მით უმეტეს დღევანდელ საქართველოში თუ ვინმე წესიერია და ნორმალურია, აბსოლუტურად ყველა დაჩაგრული და გამწარებულია ცხოვრებიდან რა. არ გქონდათ თქვენ ამის შეგნება. თქვენ მთელი თქვენი ცხოვრება პოლიტიკური ინტრიგები და პარტიები. შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი ხარ, ვისაც მაგი დაემართა. და ბარეორის სირისთვის კიდე მაგალითი უნდა იყოს, მაგრამ არ არსებობს ეს რომ კაცობრიობა ჭკუას სწავლობდეს და ვერც თქვენ მომავალი ქოცები, განსაკუთრებით დიმიტრი სამხარაძე, რომელიც ახლა ტრაქში უძრება მისი სახელით, მთელი საქოცეთი ტრაქში უძრება ბიძინა ივანიშვილს და ერთი სული აქვს, რომ ადგილი დაიკავონ რამენაირად მისი ღარიბაშვილის ადგილი და თავისი გავლენები გააძლიერონ. კარგად წაისევით, ვაზენილი ტრაქში რო შეუძრეთ, თქვენ იმას რა ქვია, ოჩოპინტრეს, ზოოპარკი თქვენ ახურება, თქვენ ჩათლახებო. ამათ რა უნდა ელაპარაკო, ბიჭო? თან როგორ ოჯახური სიყვარულით ფოტოებს რო აზიარებდნენ, განსაკუთრებით ეს ბოდიში ეს ყლექალა ეს ნინოია ჭღარკავა, ამის დედა შევეცი, ამის კახპა დედა მომტყან, თავარი გამправებელი. პოლიტიკური კახპა, მე ახლა მის ტრაკის მაყურებელი არ ყოფილა, რა ძუკნა, ჩამოყალიბებული ძუკნა, რომელიც ვენებს იჭრიდა, რომ მე ნუნუკას თავს შევწირავ ღარიბაშვილის ცოლზე, მე ნუნუკას გამო, მე ამ ოჯახის გამო, ამათი ქართველობის გამო. პირველი დამგმობები ხო გამოგივიდნენ. პირველი ვირთხები ესენი ხო ამოგივიდნენ. პირველი ისინი ძმაკაცები ხო ამოგივიდნენ, რომელიც ძმობას, ერთობას, ქართველობას, ჯიგრობას სად არიან ახლა? სად არიან? რატო არც ერთი არ იღებს ხმას? რატო არც ერთი? რატო იცი? ისეთივე ბოზები არიან ისინი, როგორი ბოზებიც იყავით თქვენ. და შენ გეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთგულობით, იმით რა ქვია, 1000 უსინდისობას ხელს დააფარებდი და ეს დაგიფასდებოდა? არ დაგიფასდება, იმიტომ ნაბოზვარს ემსახურები. და ყველა თქვენ, ვინც ბიძინა ივანიშვილის მონები იყავით და ხართ, ნაბოზვარს და დედამოწყნულ სოციოპატს ემსახურებით. ყველას დედა შევეცი თქვენ სასას, ბიჭო. და მარტივად გიხსნით რატო? ქვეყანაში სადაც 20 ლარი არის მინიმალური ხელფასი. კანონით გაწერილი. და რაღაცა მათხოვრობაზე ყავთ მთელი ერი. და ამ დროს შექმნილი არის ქოცების პარალელური საზოგადოება, ქოცების საშუალო ფენა, რომლებიც ჩინოვნიკები არიან, ტენდერებში არიან, ესენი არიან გამправებლების ინსტიტუტი და ისინი და ახლა მინისტრებზე და ამ დედამოწყნულ პარლამენტარებზე საერთოდ ლაპარაკი არ მაქვს 11000 და 16000 და 17000-ები რო აქვს ხელფასი და ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინაო რო იძახით. აი ასეთი საზოგადოების დედას შევთხარე რა, იმიტომ რომ თქვენ ლუკმა ჩაგიგდოთ პირში. და ეხლა კიდე რა მინდა იცი უთხრა ამ ხალხს, ამ ბიძინა ივანიშვილზე მლოცველ ხალხს, თქვენი დედა შევეცი სათითაურით, მაგრამ რა მინდა ერთი რაღაცა გითხრათ. ბიჭო, მოეთრია ეს დედამოწყნული, მოიყვანა პირველი პრეზიდენტი, განსხვავებული ხასიათი გამოავლინა უმტრისას, ავისასო და ცუდიო. მოიყვანა მეორე პრეზიდენტი, ეს საფრანგეთის აგენტი ყოფილაო და ესო და თურმე ცხოვრებით, პირადი ცხოვრებით მოღალატეო, მანამდე ხო ის იყო, რა ქვია, კარალევა, თამარ მეფეს ხო ადარებდნენ. მერე ესო. აიღეთ მაგათი მთავრობა. ერთი პრემიერ-მინისტრი არ ვარგო და მეორე პრემიერ-მინისტრი არ ვარგო და მესამე პრემიერ-მინისტრი არ ვარგო და მეოთხე პრემიერ-მინისტრი არ ვარგო და არავინ მაგისტვის არ ვარგო და. არავინ. რომელი ერთი გინდათ? გახარია მაგისტვის არ ვარგო და კვირიკაშვილი მაგისტვის არ ვარგო და ბახტაძე საერთოდ ვის აფსოვს? ბახტაძე საერთოდ ასახსენებს. ღარიბაშვილი მაგისტვის არ ვარგო და არავინ მაგისტვის არ ვარგო. ყველა მუღალად. ისე თქვენი დედა შევეცი. ამ კაცს რა ნიჭი ქონია ამნაირი, ამას მოუტყან გამომწველავი დედა. ამ დედამოწყნულს, რომ ყველა დედამოწყნული მოიყვანა ხელისუფლებაში, ყველასაც ჯიჯგნია ქვეყანა და არც ერთი თუ არ ვარგო და ეს დედამოწყნული როგორ ვარგა? გამცეს ვინმე პასუხი თუ არავინ არ ვარგო და ვინც ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა ამდენი ხანი, თვითონ როგორ ვარგა? მაგის დედა შევეცი, მე მაგის იდეებით არ იყო და მაგის რეკომენდაციებით და მაგის დანიშვნით არ იყო დანიშნული, გინდა პრეზიდენტები, გინდა მინისტრები, გინდა ესა რა ქვია, ბანკის ხელმძღვანელები და გინდა ვინ, ნებისმიერ თითი დაადევით.
აბა ეს დედამოწყნული როგორ ვარგა? გამეცით ერთი პასუხი. თუ თქვენ ფულზე გაყიდულები არ ახართ, თქვენი დედა შევეცი და თუ მონები არ ახართ პაჟიზნენად, გამეცით ერთი რომელიმე გამეცით პასუხი. როგორ ვარგა ეს დედარძე მოწყნული მაშინ ეს წმინდა ბიძინა? ბიჭო რო კითხო ყველაფერი იცის საქართველოში და ყველა ძალიან ჭკვიანია და ყველა ძალიან ბრწყინვალე არის. ყველა ძალიან ბრწყინვალეა რო კითხო. მაგრამ მე მაგ ერთი კითხვა. ერთი ჩამოყალიბებული კითხვა მაქვს, რომელიც აი მინდა ამ დედამოწყნულ ხალხს დაუსვა. ვინმეს გქონიათ საქართველოში მაძღარ ქართველთან, მილიონერ ქართველთან შეხება? აი მილიონერი ქართველი ვინც არის? ხო კარგად იცით რომ დღევანდელი კასტა, ბიზნეს კასტა ეს ფულიანი ქართველები უდედამოწყნულესი ხალხია 99.9%. 0.1%-ზე არ მაქვს ლაპარაკი. ხალხი, რომლებიც არიან ჩამოყალიბებული სოციოპატები, რომლებსაც ხვისი გაჭირვება სულ ფეხებზე კიდია და ადამიანების წვალებით თვითონ არიან ბედნიერები. ეს დედამოწყნული მილიარდელი, რომელიც ჩამოყალიბებული სოციოპატია, რომელსაც როგორც ყველა ესა დაბალ დონეზე ყავს ლიუბიმჩიკები. მე ამ ლიუბიმჩიკებს გააკეთებიებს ბინძურ საქმეს და მე ამ ლიუბიმჩიკებს ჩააწმენდიებს თვითონ. და ეს ჩამოყალიბებული ეს დედამოწყნული ისა რა ქვია? ტრენდი საქართველოში. აი ხოსხვები ესეთები არიან, მაგრამ ბიძინა რა შუაშია. ბიძინა რა შუაშია. ბიძინას არ აგინო, აი ესეთი იყო, რომ აი ქოცებს შეეხე, მაგრამ აი ბიძინას არ აგინო. ბიძინა რა შუაში. ბიძინას დედა შევეცი მე პირადად. და ყველას დედას შევეცი, ვინც ასე მელაპარაკება მე. რომ თურმე ბიძინა გინების ღირსი არა. როგორ არა? კაცმა ბიჭო სოციოპატი, ჩამოყალიბებული სოციოპატი, მაგის დედა შევეცი მე. მოათრია ჯერ თელ ერზე ჩაატარა ექსპერიმენტი. თელ ქართულ ერზე ჩაატარა ამ დედარძე მოწყნულმა ექსპერიმენტი. მოათრია ნაციონალური მოძრაობა, მისი დაფინანსებით რომ მოვიდა, თვითონ რო უხდიდა მინისტრებს, თვითონ რო უხდიდა პრეზიდენტს ხელფას ვინმეს დაგავიწყდათ, ბიჭო არ იყო ასე. თვითონ რო ყიდულობდა იარაღს, ამუნიციას, ყველაფერს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მერაბიშვილის ძაღლებისთვის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომლებსაც პირდაპირ ჰქონდათ ბლის ბილეთი გაწებული ნებისმიერზე, ვისაც უნდა ესროდნენ. ამ კაცმა არ დააფინანსა? ამ კაცმა არ შექმნა ეს ძალადობრივი სისტემა, რასაც სააკაშვილის სისტემაზე რაზეც იყო ლაპარაკი? არ გადაავლებია ქართველ ერზე? არ გადაავლები, ხო გადაავლებია. მერე რა გააკეთა? მერე ხო მოეთრია თვითონ. აი ამ ყველა დამნაშავეს ხელი დააფარა. ეხლა უპასუხისმგებლოდ გაუშვას უკვე. მერე ხო კოჰაბიტაცია გამოუცხადა და კრუხი წიწილებს გადაეფარა. მერე თვითონ რაც შექმნა ეს დანაშა ეს ქოცი ბიჭო ქოცი ყველა ქოცი ხართ სარზია სანცობი რა გახურებული ლომი უნდა გაგთხარონ ტრაქში ცოცხი კი არა ბიჭო თქვენ მერე ხო ეს ქოცები მოათრიას უყველა დანიშნა ერთი ქოცი არ ვარგა დანიშნა ერთი პრეზიდენტი არ ვარგა დანიშნა ერთი პრემიერ-მინისტრი არ ვარგა დანიშნა მეორე პრემიერ-მინისტრი არ ვარგა ამის გამომწველავი დედა შევეცი მე ამისას ესე იგი ახლა 2003 წლამდე გასაგებია იქ სხვა მელა იჯდა და სხვა აკეთებდა ამ ყველაფერს რა მაგრამ 2003 წლიდან 2025 წლამდე ეს სოციოპატი თავისი ფულით თავისი შესაძლებლობებით ხო უტყნავს ამ ქვეყანას თავს და ბოლოს ხო ანადგურებს ხო ათახსირებს ხო კლავს ხო ყველაფერში მისი ლომის წვლილია შეტანილი რო არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი ნაცები როგორ იქნებოდნენ რო არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილი როგორ იქნებოდა ეს როგორ იქნებოდა მადამ პამპადური როგორ იქნებოდა ის მდიდარი სექსუალური გამოცდილების ადამიანი როგორ იქნებოდა ის რა ქვია იმის მარგველაშვილი მის დამსმელი მოტყვა ყველა ეს ნაბოზვარი არ მოახვია ამ ქვეყანას და თვითონ არის წყნარად ჩრდილში და თვითონ არაფერზე არა თურმე პასუხისმგებელი ეხლა როდესაც ეს ხალხი რო იძახოდით რომ ბიძინას არ აგინოთ და აი ეს ღარიბაშვილზე ერთგული ვერავინ ვერ ეყოლება ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებით მის მერე როგორც მოიქცა ღარიბაშვილს ამას ვამბობ ორივე ხელით ღარიბაშვილი
მე არ ვიცი იქ 100%-ით რა მოხდა, მაგრამ თუმცა რაც მაქვს ინფორმაცია და როგორც ვიცი, საქმე იმაში არის, რომ ცოტა ბევრი ფული მოტეხა, ცოტა მეტი ავტორიტეტი შეექმნა, ცოტა რაღაცეები არ შეუთანხმა ივანიშვილს და ივანიშვილმა ეგრევე გაწირა. ესა ჩემი ინფორმაცია რაც არის. იქ რო ღალაძე და ბიძინას დამხობაზე და რამეზე ღარიბაშვილიდან რამე ყოფილიყო ტყუილია ეს. ტყუილია ისევე როგორც არ იყო არც ლილუაშვილიდან არაფერი. ტყუილია ეს ჩამოყალიბებული ტყუილი არის. უბრალოდ მათ დააგროვეს დიდი ფული, მათ დააგროვეს დიდი გავლენა, მათ დააგროვეს თავისი საკადრო პოლიტიკა და ამით ბიძინა ივანიშვილი შეშფოთდა. თორე იქ ღალაძე რო ივანიშვილს ღალატობდა და მოდი დავამხოთ ივანიშვილი და ეხლა სხვა მოიყვანთ სისულელი ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. რა ანიტაზე და რა იმაზე მელაპარაკებით თელ ნაცებს ხელი დააფარა და ყველას ბიჭო ვიღაცა ანიტასო 900 ლარს უხდიდა ნაციონალურ მოძრაობას 2012 წლიდან დღევანდელ დღემდე 20 მილიონი აქვს მიღებული ოფიციალურად თუ მეტი არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აღარაფერს ვამბობ მათ კოჰაბიტაციაზე, მათ ბიზნესებზე, მათ პარლამენტში ყოფნაზე და ასე შემდეგ. ამაზე არ ვლაპარაკობ არაფერს. და ამას აკეთებდა ბიძინა, რომელიც ამბობდა, რომ დასავლეთს არ უნდა რომ ჩვენ გვაწყეს, რა ქვია, გაიგოს ჩვენი სამართლის აღდგენა, ასე შემდეგ, ისე შემდეგ და ჰაი-ჰუი და ამიტომ უნდა შერჩეს ყველაფერი კარგად უნდა იშოვოს, ფული უნდა ჩაიდოს ჯიბეში, მერე რა მოხდა თუ ქვეყანა გაყიდეს, მერე რა მოხდა თუ ქვეყანა დააქციეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, კარგად რომელი ანიტაზე 900 ლარის გადახდის გამო შეიძლება იყოს რაღაცა ატეხილი. თქვენ შიგ ხო არა გაქვთ ბიზია პატარა შემთხვევები. თქვენ შიგ ხო არა გაქვთ, ბიჭო, რებს ბოდიალობთ. არ შეიძლება ამ ხალხთან სხვანაირიენით ლაპარაკი. სისულელი ამ ბიდლა მასას შენ ელაპარაკო რამენაირად დიდი რაღაცა ესე გრამატიკული, აგეოგრაფიული ენით ელაპარაკო. არ შეიძლება ამათთან ლაპარაკი. არ შეიძლება ამათთან ლაპარაკი. ამათ უნდა ელაპარაკო თავის ენაზე. თავის ენაზე, არაფერი წმინდა ბიძინა არ არის ეს. ეს არის ერთ ჩამოყალიბებული დედამოწყნული სოციოპატი, რომელმაც ქართველ ერს დაუშავა იმდენი, რომელიც არ დაუშავებია ალბათ თავის დროზე შაჰაბას და მურმან-ყრუს, იყიდა აბსოლუტური უმრავლესობა საზოგადოების, დაწყებული ანაფორიანები, უანაფოროები, ინტელიგენცია, სულ ყველა იყიდა ჩაისვა ჯიბეში, აკეთებდა თავის პოლიტიკას, დაცინოდა და ახლაც დაგცინით, გაიგე? ეხლა წარმომიდგენია ამ დაყლებულ ხალხს, რომლებიც გამომხტარები არიან და ოი ღმერთო ბიძინა დალოცე და ეგეთი კაცია როგორ დაცინის და წარმომიდგენია ასევე იმ ხალხს რომლებიც აი თუნდაც ჩემნაირი ადამიანები რომლებიც ლანძღავენ და აგინებენ მაგრამ უძლურები არიან რამე გააკეთონ ამათ როგორ დაცინის ეს ბოზიშვილი ეს და მთელი ეს მისი საბოზიშვილეთი აი მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო არ არსებობს ეს ადრე თუ გვიან არ მოხდეს მით უმეტეს ისეთ საზოგადოებაში როგორიც საქართველოა მიუხედავად ყველაფრისა მიუხედავად 1000 გესლისა ბოროტების 1000 წუდისა საქართველო არ ვაყენებ შეურაცხყოფას არავის არც ერთ-ერთს მაგრამ როგორც საქმე იმაშია რომ ბოლო მომენტში მიყავთ ცუდად საქმე თუ არა არც ერთ დიქტატორ საბოლოო ჯამში ქართველიერი არ გაიჩერებს არც ამ დედარძე მოწყნოს არ გაიჩერებს. ძალიან დიდი ფული აქვს. იყიდის მთელ ქვეყანას ნაყიდით საყავს. აფეთქდება ეს ქვეყანა ადრე თუ გვიან. თუნდაც იმ მონებს საბოლოო ჯამში შეაწუხებს ცინდის ნამუსი და მიხვდებიან რომ მონები არიან. მეტი არაფერი. აი თუნდაც იგივე ღარიბაშვილი როგორც რა ვიცი შეიძლება არ გაითვალისწინა რაღაცა და ელემენტარული ერთი ფეხის ნაბიჯის გადადგმა მის ჭკუაზე არ აპატიებს და რა იტანა ეს მონობა. აი ეს საზოგადოება არის. აი ეს დავიღალე, იცი, აი 40 წლის ხდები საცაა და მთელი ჩემი ცხოვრება უყურებ აი ამ ბოზიშვილობას საქართველოში. აი ამ ჩათალახობას, აი ამ აფირისტობას. ბიჭო, შევარდნაძის დედამოწყალ, მისი სისტემა არის ყველაფერი. აი თავიდან ბოლომდე ეს არის შევარდნაძის სისტემა. მისი დამკვიდრებული პოლიტიკური ცხოვრება, სტილი, მისი გამოზრდილი პოლიტიკური კლასი, მისი დამკვიდრებული თამაშის წესები, მისი დამკვიდრებული აბსოლუტურად ყველაფერი შევარდნაძისეულია. აბსოლუტურად ყველაფერი. მაგრამ თვითონ ბიჭო შევარდნაძე, აი თვითონ დედამოწყნული შევარდნაძე მისი მმართველობის დროს ამათგან ბიჭო მილიონჯერ განსხვავდებოდა.
ნებისმიერი მოქალაქე ადრე თუ გვიან მინისტრთან შეაღწევდა. აგიღოთ მაშინდელი პრესის თავისუფლება. რას არ უძახოდნენ, როგორ არ აგინებდნენ, როგორ არ ლანძღავდნენ. აგიღოთ მაშინდელი გამოხატვის თავისუფლება. 1000 აი ხობოზიშვილი იყო. და თვითონ მიუხედავად იმისა, რომ მილიონები, მილიარდები ქონდა ნაშოვნი, თვითონ არ ცხოვრობდა იმ ფუფუნებაში და თვითონ არ იყო პინგვინზე და ზებრაზე შეყვარებული კაცი. მე იმას არ ვამბობ, რომ როგორც მართველი, როგორც ადამიანი ამათზე უკეთესი იყო, მაგრამ ამათზე ნიჭიერი იყო. ამათზე ნიჭიერი იყო. ბოლო-ბოლო ყოველ ორ შაბათს ინტერვიუ ქონდა ხალხთან. თუნდაც არასასურველ კითხვას სცემდა პასუხს. ამის გამომწველავი დედა შევეცი, ეს რო ჩაიკეტება ან ჭორვილაში, ეს რო ჩაიკეტება ან იმაში რა ქვია, დედი მისის ტყნაში ხან ურეკში ხანსად გამოვა მე და საცხა წელიწადში ერთხელ ორჯერ თუ დაწერს პოსტ და ეგია მისი პასუხი. გჯობდათ ის. რა თქმა უნდა იმას ახლა ის ამათგან განსხვავებით განვითარებული თაღლითი და აფერისტი და დედამოტყნული იყო, მაგრამ ბიჭო თლათასე უნიჭოები როგორ კაცი რო არც ერთი არ გამოხვიდოდით კი ვიცი, მაგრამ თქვენი დედა მოუტყან ბიჭო ნიუჟელი რაღაცა მაინც ვერ ისწავლეთ. იმ ხალხს როგორ ექცევით ბიჭო, ვინც თქვენ აგირჩიათ და რამდენმა ღარიბაშვილის ხათრით მოგცათ ხმა და რამდენი დაგიდგათ გვერდით, ამაზე უკვე ზედმეტია ლაპარაკი. ამაზე ზედმეტია ლაპარაკი. როგორ ექცევით თქვენ ხალხს? და ვინ მელაპარაკება ბიჭო? ვოლსკი მელაპარაკება ერთგულებაზე? თუ ეს ბოზიშვილი მელაპარაკება ერთგულებაზე, ეს ამის გამომწველავი დედას შევთხარი მე ამისას. და ეს ლაპარაკობს ბიჭო კორუფციაზე. ეს დედარძე მოტყნული, ეს ლაპარაკობს კორუფციაზე და ეს ლაპარაკობს ღალატზე. კორუფციაც რო ღალატიო სადა ქვეყანამ ჯერ სააკაშვილისთვის რო დაიჭირეს და როგორ მოიქცა და რანაირად მოიქცა და რანაირი დედამოწმობა გააკეთა ხო ყველა სახსოვს. ამის გამზდელ დედა შევეცი ბიჭო, თანამშრომელ გოგოსთან მამაშვილურად მოგეფერებიო, ამის პედოფილი დედა მოტყან მე ამისი. შალვარამიშვილი. ეს რო იქნება კაცი, ამას რო ერქმება კაცი, იმ პოლიტიკურ კლასს მოუტყან, მკვდარი და ცოცხალი და იმ სოციუმს მოუტყან დედის პროჭი დიდი ან პატარიანად ბიჭო. თუ აი ეს ელემენტარული, აი ელემენტარულს გეტყვით, აი ეს მისი გამოზრდილი, მისი ეს ვინა ეს ჩათლახი, ეს ჩათლაშკა, ეს ნათია ბერიძე, მისი დედალი რამიშვილი, თურმე ერთგულება რო იცის 1000 ყლეზე გადანახტომმა დედამოტყნულმა ეგრეთ წოდებულმა ჟურნალისტმა ნაბოზვარმა ჩათლახმა ამათ რა ღირებულება უნდა ქონდეთ. თუ აი ამ ელემენტარული აი ამ კახპაზე, აი ამ ჩამოყალიბებულ კახპაზე, რომლებიც სადა ეს აი ეს ძუკნა ისა გაჩვენებთ ახლა. ერთადერთი ბრიფინგი იქნება, რომელსაც ვერ უყურებ, გავთიშავ სოციალურ ქსელებს და გავალ მე საერთოდ. ჩემი ირაკლი, ჩემი ნუნუკა, ჩემი სოსო, ეს ბოზიშვილი და რომელიც წერს, რომ თურმე ერთგულია, ღირებულება აქვს და თურმე აღმაშენებლის საფლავზე ქონდა ამ დედამოტყუნს დაფიცებული, რომ ნაცებს ებრძოდა. ამას უნდა ქონდეს ბიჭო ღირებულება. ამის გამправებელი დედა მოუტყან ამისი. თუ ერთი ის მინდა რა ქვია განახოთ ერთი ეს. აი ეს ჩამოყალიბებული ყლე გაბიკამაევი. პირველი ტრაკის მლოკველი ქართული ოცნების და ვითომ არაქართველი საქართველოს პატრიოტი, რომელიც გიჟემდე უაშკაცეს ღარიბას გვერდით იდგა, რომელიც თურმე იმის რა ქვია
დაერქვა მეს სუსის იმას, რომელმაც აღკვეთა გადატრიალება და რომელიც ესე ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ იცოდა როგორ შეძრომოდა ტრაქში ღარიბაშვილს და ამათ და დღეს ის რა ქვია იმ წოვია სამხარაძის პოსტს იზიარებს და 100%-ით ვინც უღალატა ბიძინას და ესენი მასწავლიან ბიჭო ქართველებს ერს ეს ბოზიშვილები ესენი ასწავლიან პატრიოტიზმს ესენი ასწავლიან ეროვნულობას ესენი ასწავლიან კაცობას ესენი ასწავლიან ქალობას ესენი ასწავლიან ღირსებას თავიანთი კუმირი ვინც ყავდათ გუშინდელი დღეს უკვე მათი მტერია და მსათ არიან რომ ხალხთან ერთად ბიჭო რომელთან ერთადაც ჭიქა უწევიათ პური გაუტეხიათ რომელთა ოჯახშიც მისულან რომელთა ოჯახშიც მოსულან რომელთან ერთადაც მილიონები უშოვიათ ცხოვრება გამოუსწორებიათ დღეს მსათ არიან თვალის დაუხამხამებლად შეჭამო და ეს ხალხი აწყობს ბიძინა ივანიშვილს ეს აი ესეთი საქართველო მივიღეთ ჩვენ ესეთი საქართველო მივიღეთ რატომ მივიღეთ იცი ესეთი საქართველო ამდენი დედამოტყნული ფულზე გაყიდული რო ყავს ერში რომელსაც თავმოყარეობა არ აქვს რომელსაც ინსტინქტი არ აქვს რომელსაც ზნეობა არ აქვს რომელსაც მორალი არ აქვს სამღვდელოებაზე ბაია მე საერთოდ არ ამოც ლაპარაკი ესენი არიან გამოცდილი მოღალატეები აბსოლუტური უმრავლესობა ჯაღმაიძე მუჯირი რაც ვთქვი პატრიარქი არასდროს წავიღებს იმ სიტყვებს და არასდროს წამიღია ყოველთვის ქართველი ერის წინააღმდეგ მოქმედებას დაუჭირა მხარი და ზუსტად მისი დამსახურება იყო შევარდნაძის კურთხევაც მისი დამსახურება იყო სააკაშვილის კურთხევაც მისი დამსახურება იყო ივანიშვილის კურთხევაც ასე იყო ეს და გვახსოვს ყველას ნუ დაგვადებილებთ ამათმა გაათახსირეს ქართველი ერი და ამათმა იქეთ ანაფორიანებმა აქეთ უანაფოროებმა გახრწნეს გადააგვარეს გადააჯიშეს მასა შექმნეს ამ გადაჯიშებული მასიდან ეკონომიურად ეგრეთ წოდებული საშუალო ფენა საქართველოში, რომელსაც დაერქვა ნაცკოცი, რომელსაც არ წყურია და ამ დედამოტყნული ცხოვრებიდან არანაირი დისკომფორტი არ გააჩნიათ. ახლა ხო გაქვთ ისე დისკომფორტი, თქვენი დედა შევეცი მე. ახლა ხო გაქვთ, ხვალზე გრო ნებისმიერ შეიძლება მოგადგენ. ეს არის თქვენი აწყობილი საქართველო, თქვენი გამწყინებული იბერია. ეს არის თქვენი მომდევნო უკეთესი წელი და აგიხდება ივანიშვილო. გეუბნები საქართველო ეს მომხდარა ვარ ესები შენი ქვეყნის ისტორია უნდა იცოდე. შენი ქვეყნის ისტორია მინიმუმ უნდა იცოდე, რომ შენზე მეტი მაგარ ბიჭებს მოტყნია დედა ამ ქვეყანაში. და მით უმეტეს მაგ დედამოტყნული წესებით რომ მოვდექით. თქვენ არაფერი ღირებულება თქვენ არ აქვს. ფულის და სკამის გარდა არაფერი არა. თქვენ არც ძმაკაცი იცით, თქვენ არც მეგობარი იცით, თქვენ არც სამშობლო იცით. არაფერი ღირებულება თქვენში არაა. თქვენში არის მარტო ფული, სკამი და დედის წყნა ერთმანეთის, ხო და მოგწყნიათ გამზდელი დიდი ამ პატარიანად. ხვალვე დარევი ხართ ერთმანეთს და დაგიწყვეტიათ ერთმანეთი რა. აი ამას მშვიდობიანად გემრიელად დავჯდები და სიამოვნებით უყურებ ამ ყველაფერს. აი ეს იქნება ერთი გამოსავალი. ეს პატარა ერი 3,9 მილიონიც რო არა ქართველი დარჩენილი. როგორ გაამწარეთ, როგორ გააშიმშილეთ, როგორ დარიეთ ერთმანეთს, როგორ გააქციეთ, რამხელა გესლი ჩათესეთ. ამას პოლიტიკა ქვია, ამას პოლიტიკა კი არ ქვია, ამას ქვია დედამოტყნულობა. თქვენ ქართველი ერი კი არა, ერთმანეთი არ გიყვართ, ბიჭო. ერთმანეთი არ გიყვართ. კაცობა არა გაქვთ, ქალსქალობა არა გაქვთ, ღირსება არა გაქვთ, თავმოყარეობა არა გაქვთ, არაფერი არა გაქვთ. ძალიან დიდი ბოძი გამოგივარდათ ხოცებს. ძალიან დიდი ბოძი გამოგივარდათ. და აი იმ ღარიბაშვილის დედა შევეცი და იმ ლილუაშვილის დედა შევეცი კიდე, ხო? თუ სინამდვილეში რაც ხდებოდა და როგორც ექცეოდა
როგორც ექცეოდა ბიძინა ივანიშვილი ყველას და ყველაფერს, თუ ყველაფერი არ გამოვიდეს, დღეს დაცემის ეპოქაა და ბოლომდე უნდა იქნას, დაცემო ბოლომდე უნდა იქნას ყველაფერი გასაჯაროვებული. ჯერ რას იძახიან ბიჭო, 7 მილიონი ამოიღესო და ისო რაღაცა ოქროს პლიტები და ისინი და ისო. თქვენ შიქო არა გაქვთ ბიჭო. 400 მილიონია ამოღებული ფული. 400 მილიონი. და თქვენ გონიათ, რომ დღევანდელ 21 საუკუნეში კორუფცია კონვერტში ჩადება და ფულის მიცემა? რომელი ელექტრონული აპარატურა ამოიღეს? რატო ამოიღეს ის ელექტრონული აპარატურა? როგორ ამოიღეს? ან რა არის იმ ელექტრონულ აპარატურაში? ბიტკოინები. ბიტკოინები, ჩემო კარგებო. კორუფციის ყველაზე იდეალური ფორმა 21 საუკუნეში. შენ მომეცი მე უფლება, მე მოგცემ რაღაცა იქ 11-16 ციფრიან კოდს, იმ კოდზე გადარიცხე ფული და იქ იქნება ფული და დანარჩი ვინ იღებს დღეს? ვინ იღებს და cash pools ასე ვინ ინახავს? ან ვინ აკონტროლებს ბიტკოინებს? ეგ არის ბაჩიაშვილი რო ყავთ დაჭერილი იმისთვის ვერ აუტყავებიათ ბიზნესთვის მოპარული ფულები. ასია ეს? თანამედროვეობის კორუფცია ასია. 400 მილიონამდეა ფული ამოღებული. 400 მილიონ ევრომზეა ლაპარაკი აქ, რა ნაკლებზე კი არა. ის დანარჩენი ის 7 მილიონი და ის ჯიბის ფული იყო და სემიჩკის ფული იყო, მართლა ასე რო ვთქვა. ის 2 მილიარდი გუშინდელი ამბავი, ასეთი მილიარდები რამდენია, იცი? და ამას აკეთებთ ბიჭო ქვეყანაში. ამას აკეთებთ ქვეყანაში. თქვენი დედას შევეცი მე, სადაც გამწარებული არის ხალხი. სადაც 55,000 ბავშვი შიმშილობს. სადაც ოჯახი არაა დარჩენილი, 2 თუ არა 1 ემიგრანტი მაინც რო ყავდეს. სადაც რომლის მოსახლეობაც გადახვეწილია 900 იქეთ რომ იმკურნალოს. ალალბედზე ჩამოსული რომ სხვა ქვეყანა მომკურნალოს. ბავშვი, დიდი, პატარა, მოხუცი, ხალი. ასე თქვენ ამერის გამწარებას ბოლო-ბოლო მართლა უფალი გაპატიებთ. ხალხმა რო გაპატიოთ, ესენი ძალიან მიმტევებელი ხალხია, ამა დედა შევეცი მე. ესენი ძალიან გაპატიებენ ყველაფერს. გადაუგდეთ 1,000, 2,000 და ძალიან იმას იზამენ რა. თქვი ზურა მაგაზე, თქვი ძმაო, სადაც 370 ლარი არის პენსია და სადაც 20 ლარი არის მინიმალური ხელფასი კანონით და ამ დედარძე მოწყვნებს მილიონები აქვს ჯიბეში და არიციან სად შეტენონ. სად დამალონ რო აღარიციან. ვერც მიწაში მარხავენ და ვერც ბიტკოინებზე ვერ გააქვთ. ამას რო ვამბობდით, ამაზე რო ლაპარაკობდით. თქვენ რას ლაპარაკობთ? აბა შენ ნაცები გინდა? შენ როგორ გინდა? რანაირად გინდა? აბა როგორ შეიძლება ის ზორია იყოს კორუფციაში გარეული? როგორ შეიძლება ღარიბაშვილი? ყველა გარეულია. ყველა დედა მოტყნულია. ყველა ერთი სისტემის ნაბოზვარია. აი ის დედა მოტყნული. ელემენტარულად პროექტს რო გაცემს და ფულს რო იდებს ჯიბეში იმით დაწყებული მინისტრით დამთავრებული ამ სისტემაში ყველა გარეულია ამ სისტემაში. არ არსებობს ეს ისეთი დანაშაულებრივი სინდიკატი აქ პატიოსანი კაცი ვერ გაძლებს. და ძალიანაც კარგი რო საბოლოო ჯამში დაერიეთ ერთმანეთს და ეს მითი ქართველ ჯიგრობაზე დამთავრდა. სადა გაქვთ ბიჭო, ან თქვენ ქართველობა სადა გაქვთ, ან ჯიგრობა სადა გაქვთ, არა სადა გაქვთ. სადა გაქვთ, ან ქართული მიწის ფასი სად იცით? იმ ღარიბაშვილის სოფელში, ახლა რო იმაშვებით, მაშინ შალვა მაღრაძე და ისინი დარბოდნენ, ძლივს გამოტყავენ პირიდან ის რა ქვია, არაბებს დაიმგეს მიწა და იმიტომ რომ ღარიბაშვილის ჯინაზე ყიდიდნენ იმას. ღარიბაშვილი არ მოწონდათ და მის სოფელს არაბებზე ყიდიდნენ. აი დედა მოგეტყნებათ. აი დაიმახსოვრეთ. აქამდე ხო აგიხდათ ყველაფერი რაც გითხარით. დედა მოგეტყნებათ. ამ უსამართლობასაც აქვს დასასრულს პირველ რიგში შენ მოგეტყნება დედა ბიძინა ივანიშვილო, შენ და შენ თუ შენი ხო კარგად იცი, რომ არც პინგვინი, არც ზებრა და არავინ შენ არ და ფული, რაც შეეხება ფული შეყლეო, შენ რო გაქვს ხო, მაგდენი ფული ტუალეტში ეწყო იმას, კადაფს. მაგრამ იმას მოუტყნეს დედა, ყველაფერს ფულით ვერ იყიდი. ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. აი ახლა ჩვენ კიდე ნორმალური ხალხი დაუჯდებით და გიყურებთ ერთმანეთის დედის ტყნა როგორ გეკნებათ რა. როგორ ფიქრობო, მოიცა რას მეკითხები ზურა? რაც ბიძოს ფულის გამო ასე გაეფუჭებინა, ვერ ხვდები რას მეკითხები ზურა, თუ შეიძლება გამიმეორე კითხვა.
მიშას თავისი მიშა ამათგან არაფრით არ განსხვავდება ძმაო. მიშა იყო ამათი ლეკვი, მიშა იყო ამათი მოსწავლე. მიშა იყო ამათი ჩვეულებრივი გამოზდილი ვირთხა. არაფერ შუაში არა, ქალბატონო ცირა, არაფერ შუაში არის კაპიტალიზმი, არაფერ შუაში არის სხვა ქვეყნებში კაპიტალიზმი, მაგრამ საკუთარი ერი ასე არ ეზიზღებათ არსად. საკუთარ ერს ასე არ უკეთებენ, როგორც ესენი უკეთებენ რამეს. გასაგებია კი ბატონო, დაგროვებითი სისტემა, გასაგებია მე ვერ გაძღამ ხალხის ადამიანის ბუნება გაუმაძღარია, გასაგებია, მაგრამ მსგავსი რაღაც არსად არ ხდება. არსად მსგავსი რაღაც არ ხდება. ამ გვარგადაკეთებული ქართველებით, ამ ვითომ ქართველებით საქართველოს დედა უტირეს ბოლომდე. მაგრამ არ იქნება ეს ასე. ნახავთ, აი ძალიან მალე ნახავთ და უკვე ეს გრევა ამ დამპალი სისტემის, ხო? თავამდე არა ასული, მაგრამ მუხლამდე მაინც არის ასული და კიდე ბევრ ნაბოზვარს ვნახავ და კიდე ბევრ ნაბოზრობას ვნახავ გამოაშკარავებულს და აი ვნახავ თუ თქვენ ცოდვით შეკავშირებული ხალხი თუ ერთმანეთს არ დაერევით რა. გვიან შემოდი ზურადა გეტყვი მეც მაქვს ინფორმაცია მე შემიძლია ერთი რაღაცა გითხრა არანაირ პარტიას არ ქმნიდა ეს საერთოდ 1000 სისულელეები დარბის აქ საქმე იყო ერთ რამეში ღარიბაშვილის კლანი გაძლიერდა რომელსაც უკვე ფულის პრობლემაც არ ქონდა რომელსაც აიღეთ თუნდაც ხო აი ნებისმიერი თუნდაც კაცი რომელიც ქოცების მომხრე არ იყო ღარიბაშვილის მომხრე იყო და ფორმირდებოდა იქეთ ამ ხარის ძალა ისეთი რომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს ექნებოდა პრობლემა და რაღაცეები იქ წასვლა ვიზიტი ამასნა იმასნა არ შეუთანხმა ხო და რო არ შეუთანხმა ჩემი ყურმოჭრილი მონა იყავიო და რას ქვია ყველაფერში არ ჩამაყენე საქმის კურსში და დაუწყო დედისწყლა მისიანს არაფერი ძმა საბოდიშო რა ხო ასე იყო ასე აი ეს იქნება რა არაფერი ისე ადამიანებს ერთმანეთთან არ აკავშირებს როგორც ცოდვა და სიცილიო ნათქვამია რა და აი ეს ცოდვით დაკავშირებული თქვენი სინდიკატი მალე ჩამოგეშლებათ თავზე და დიდი სიამოვნებით ვნახავ ერთმანეთის დედისწყნას იარაღით როდის დაიწყებთ რა ეგ იყო ჩემი სიტყვა დანარჩენებს კიდე დავაკვირდით და აი იმ დედამოტყნულებს რომლებიც იძახით ბიჭო ვოლსკიმ ვის უნდა დაუწყოს ბიჭო ხალაძე ლაპარაკი და ამბოზიშვილებმა ვიზე უნდა დაუწყონ ლაპარაკი ან კანონის უზენაესობაზე სანამ დაიწყებდით ლაპარაკს ხო კანონის უზენაესობა რომ თურმე ახლა კანონი უზენაესია და თურმე კორუფციული სქემები უნდა დაისაჯოს თქვენი გამომწველავი დედას შებეცი კოჰაბიტაციას გადახედეთ ჯერ რა თუ კანონის უზენაესობაზე გაქვთ ლაპარაკი თქვენი დედა მოუთხან ქოცებო მან ნახეთ ერთისფერო ჩაჯემული რო არ გქონდეს ქოცმა კანონზე როგორ უნდა ილაპარაკო თქვენი გამომწველავი დედას ჩავთხარე მე წაღმა უგურმა როგორ უნდა ილაპარაკო აი იმ დასირებულმა ხალხმა 80% რომ მიეცით ხმა და იარეთ და ღმერთმა გოუმარჯოს ბატონო ბიზნესს რომ მალე ნახავთ რას დათესეთ იმას მოიმკით მაგრამ ეს საზოგადოება მაგის ღირსია დედა მოგეტყნებათ ზუსტად იმ 15% და იმ 20%-ს რომლებიც იძახით რომ ღმერთმა დალოცოს ბატონო ბიზნესს აი ნახავთ რანაირ დალოცვილები იქნებით დედის წყნა და მამის შიმშილი გაჭდება მალე ქვეყანაში აი ნახავთ კარგად ვზამდებოდეთ